ამაღლობილი სასამართლო პროცესი, სადაც უნდა იმჯელოს მის აღკოდღონის ძიებაზე მოსამართლემ ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გადავიღეთ კადრები, როგორ შეჰყავდა პოლიციის თანამშრომლებს ამაღლობელი სასამართლოს შენობაში უკანა მხრიდან საკმაოდ საყურადღებოა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ჩვენ არ გქონია არავის არ მიეცა საშუალება მზიასთან გასაუბრების, თუმცა ჩვენ დავინახეთ კადრები და ასევე წიგნი, რომელიც მზია ამაღლობელს ხელში ეჭირა, ის აჩვენებდა, არ ვიცი რამდენად შეძლო კამერებმა ამის ახმა, როგორ დავამარცხოთ დიქტატურა ამ წიგნს კითხულობდა სასამართლოს შესული მზია ამაღლობელი ის კადრები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ რაც შეეხება ახლა მიმდებარე ტერიტორიას და არსებულ ვითარებას. თქვენ კადრში ხედავთ სამართალდამცავების რაოდენობას, ძალიან ცუდი ამინდია ბათუმში და წვიმს, თუმცა ამის მიუხედავად აი სამართალდამცავების დიდი ნაწილი უკვე გადმოყვანილია მანქანებიდან, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე რა ავტომობილებსაც ხედავთ, სულ პოლიცია სამართალდამცველების არიან გადაკეტილია მიმდებარე ტერიტორია და რიგითი მოქალაქეებს აქ არ ატარებენ. რაც შეეხება შიგნით სასამართლო შენობაში არსებულ ვითარებას, როგორც გითხარით, სულ ცოტა ხანში უნდა დაიწყოს სასამართლო პროცესი. მე გაჩვენებ თქვენ ადამიანებს, რომლებიც აქ უკვე თილიდან იკრიბებიან, ისინი ელოდებიან, რომ შევიდნენ მზიას სასამართლო პროცესზე, თუმცა ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ზუსტად რამდენ ადამიანს დართავს მოსამართლე ნებას შესვლის, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი სამართალდამცავი უკვე შესულია სასამართლო შენობაში და ჩვენ გუშინ მთელი ღამის განმავლობაში, როდესაც პროცესებს ვაშუქებთ სხვა დაკავებულებს, ხედავდით იმას, რომ სამართალდამცველების დიდ ნაწილს ჰქონდა დაკავებული სასამართლოს დარბაზი და დაკავებულების ახლობლებს არ ჰქონდათ საშუალება შესულიყვნენ შიგნით და თუნდაც მათი ახლობლები, რომლებიც გუშინ ერთმანეთის მიყოლებით პატიმრობებში გაუშვა მოსამართლებმა ენახათ, აი ესეთი ვითარება, როგორცაც თქვენ კადრში ხედავთ, ძალიან ბევრი ადამიანია აქ შეკრებილი და კიდევ იკრიბებიან სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები, ყველანი ბუნებრივია სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს, რაც შეეხება მოლოდინებს, რომ გითხრათ, რომ აქვთ მოლოდინი ამ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრებთ, რომ მოსამართლე მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა მიიღოს. ესეთი მოლოდინი არავის არ აქვს, თუმცა მაინც იტოვებენ იმედს, რომ მოსამართლე ამ შემთხვევაში შეძლებს მოსამართლე მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და მზია ამაღლობელი გირაოს საშუალებით ამ დროისთვის მაინც გამოუშვას კარგად. სისტემა ბოლომდე გაწირავს და დასჯის მას სწორედ იმის გამო, რომ გვაჩვენოს სამაგალითო დასჯით, რომ არ ვიყოთ თავისუფლები, ვიფიქროთ, რომ იგივე დევნის საფრთხის და ობიექტები შეიძლება ჩვენც გავხდეთ, ამიტომ გამძლეობას ვუსურვებ მზიას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის დიდხანს არ დარჩეს რუსული რეჟიმის ტყვეობაში. არ მაქვს მოლოდინი პოზიტიური, თუმცა რაღაც სასწაულები ხდება ხოლმე ხანდახან ადამიანებს ინდისი სხვადასხვა დროს შეაწუხებთ ხოლმე. არა მხოლოდ ბოლო ჟამს. ამიტომ რა ვიცი, მაინც მოდით ჯერჯერობით პროგნოზი ცუდი არ გავაკეთოთ ჩვენთვის. იქნებ მოსამართლეს მოუნდეს კარგად მოქცევა. ივანიშვილი ცდილობს გაანადგუროს ყველაფერი, რაც უკავშირდება დემოკრატიას, მაგრამ წინააღმდეგობა არის ძალიან ძლიერი და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მისი გეგმები არ განხორციელდეს საქართველოში. დიქტატურის წინაშე, როდესაც ასე ვდგავართ შიშველი ხელებით, რომ ყველას უნდა გქონდეს იმის მოლოდინი, რომ მას არ აქვს წელი ხაზები, ის ყველას დაიჭერს. ის რომ დღეს მზია ამაღლობელი არის საპყრობილეში, ეს ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ის ზუსტად იმიტოა საპყრობილეში, რომ მზია ამაღლობელია და არა იმიტომ, რომ მას სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდით. თუ დღეს დაუშვეს პრეცედენტი იმისა, რომ საქართველოში ალბათ სანიმუშო და მართლაც ობიექტურობის თვალსაზრისით მოდელი მედიის მენეჯერი სისხლის სამართლის საქმით დააკავეს, ასეთ შემთხვევაში ეს იქნება მედიაზე გადავლის ტალღის დასაწყისი. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელფეხი ეხსნებათ ნებისმიერი ჟურნალისტის, ნებისმიერი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანის წინააღმდეგ. კი. მარიამ, თქვენ უკან კადრში ხედავთ ადამიანებს, რომლებიც ახლა ჩვენს დანახვაზე უბრალოდ წავდნენ, ეს არიან საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლები. გაჩვენებთ რატომ ამ კადრებს. ამ ადამიანებს, რომლებიც სპეციალური პენიტენციური ავტომობილით საშუალებით მოვიდნენ, ახლა დაახლოებით 10-მდე ბადრაგის წარმომადგენელი დავინახეთ ჩვენ აქ მოსულები. ისინი მათ არავინ არ მოუყვანიათ, აქ სხვა პროცესი არ განიხილება, უბრალოდ ჩვენ ამ დროსთვის ვერ ვარკავთ, რატომ არის საჭირო, რატომ მოიყვანეს ბადრაგის სამსახური
სამსახურის თანამშრომლები საგანგებოდ აქ და რატო დაამატეს ხედავთ რომ ისინი მიდიან ამ ტერიტორიაზე საკმაოდ ბევრნი დაახლოებით 8 ადამიანამდე და როგორც გითხარით ისინი ისე ჩამოვიდნენ რომ ან დაკავებული არ მოუყვანიათ უпростоრად თვითონ მოვიდნენ უბრალოდ რატომ გახდა ბადრაგის წარმომადგენლების აქ მოყვანა აუცილებელი ამისთვის ამ დროისთვის ინფორმაცია არ გვაქვს თქვენ პარალელურ კადრში ახლა საშუალება გაქვთ ხედავდეთ სასამართლოს დარბაზს სადაც წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი სადაც როგორც გითხარით ანკოდ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს მოსამართლემ ჯერჯერობით სასამართლო დარბაზში არ შეუყვანიათ მზია ამაღლობელი თუმცა ჩვენ ნახეთ და კადრებით ნახა მაყურებელმა რომ ის ნამდვილად მიყვანილია პოლიციის შენობაში და როგორც გითხარით და გაჩვენებდით კადრში მოყვანილი ყავთ აქ საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლები რისი მანიშნებელია ეს ვერ გეტყვით თუმცა როგორც გითხარით და ზუსტებით შეგვიძლია გითხრათ რომ ამ წუთებში აქ სხვა პროცესი არ მიმდინარეობს და ბადრაგის თანამშრომლებს არავინ არ მოუყვანიათ აი ეს არის ახლა ვითარება რომელსაც თქვენ ხედავთ როგორც ხვდები არ უშვებენ აქ ადამიანების დიდ ნაწილს სასამართლო დარბაზში მე მგონი შელაპარაკებასაც აქ ადგილი გთხოვ გოჩათან წამომყვე კი გამოუშვით პოლიცია და აგვიყვანეთ. დარბაზში მანდატური ხო არის? ის ხო იცავს პროცესს. პოლიციას რა უნდა იქ? ბადრაგი მერე ჩვენს კამზე უნდა დაჯდეს. ბადრაგის ხდომას ეგრევე ხდომის მონაწილე არ არის. როგორც ისმენთ არ უშვებენ რა ხდება როგორც ვიცით პოლიცია არის საკ დაკავებული ადგილები და არ უშვებენ ადამიანებს ასე ვიცით რომ ნახეთ უბრალოდ ბევრი პოლიციელი ავიდა და დაიკავა ადგილები ხდომათა დარბაზში და ეს უკვე დამკვიდრებული რაღაც ტრადიციასავით არის რომ არ დაესწრონ ხდომას დაინტერესებული ადამიანები და დაესწრონ პოლიციელები ვითომ ისინი იქ რაღაც წესრიგს იცავენ და რა არის იქ დასაცავი არავინ არაფერს არ აშავებს გამოუშვან პოლიცია და შეგვიშვან ჩვენ, ვისაც გვაინტერესებს ამ პროცესზე დასწრება. რა ხო, შენც რომ გითხრა, არ გიშვებენ როგორც ხვდები, თუმცა ჩვენ ხედავთ ძალიან ბევრ პოლიციელს, რომელიც და გარდა ამისა ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ნახეთ, როგორ მოვიდნენ საბადრაგო სამსახურის ძალიან ბევრი თანამშრომლები, ოღონდ მათ პატიმარი არ მოუყვანიათ, პენიტენციური სპეციალური მანქანით ჩამოიყვანეს. რისი მანიშნებელია ჩვენ ვეცადეთ რომ გაგორკვეთ, თუმცა ამ დროისთვის იმის რომ შეიყვანონ ეს რეჟიმის მსახურები დასვან იქ დარბაზში და ხალხი, კოლეგები ახლობლები მზიასი ვერ შევიდნენ დარბაზში. ამას აკეთებენ სრულიად ხელოვნურად. აი ეს ხალხი არის გამოყენებული ამისთვის. ჩვენი თვალით დავინახეთ როგორ ადიოდნენ პოლიციელები, ვიღაც ხალხი ასევე და ცდილობენ რომ აი აქ ვინც მოსული არის მართლა იმისთვის რომ ან გააშუქოს ან საგულშემატკივროთ ახლობლები კოლეგები ესენი ვერ მოხვდნენ სასამართლო პროცესზე. აი ეს არის მათი მიზანი და აი ეს ხალხი აი აქ ვინც დგას ესენი ასრულებენ აი ამ დავალებას. ეს ხედავ რომ ბათუმელების წარმომადგენლებსაც არ უშვებენ ბატონ თედო პირდაპირ ეთერში ვართ უკვე თქვენც არ გიშვებენ ზემოთ თქვენი წარმოადგენთ ბათუმელებს და ნეტგაზეთს არ გაძლევენ ბათუმელები ეხლა არ მომითხოვია ოფიციალურად შესვლა ველოდებოდი უბრალოდ როგორც მოქალაქე მხარდად კი როგორც და არც თქვენ არ გიშვებთ მიზეზი რა არის როგორ ფიქრობ რატომ აბენ რომ ადგილები არ არის შეივსო ადგილები მადლობა მზია ამაღლობელი უკვე შეიყვანეს სასამართლო დარბაზში და თქვენ ხედავთ ახლა მის მხარდამჭერებს რომლებიც აი აქ არიან განთავსებულები ანუ სასამართლოს შესასვლელთან და არ უშვებენ ამ ადამიანებს შესაბამისად როცა მზია ამაღლობელი სასამართლო დარბაზში უკვე აღარავის და მისცემენ უფლებას და სასამართლო პროცესზე შევიდნენ აი ხედავთ კადრში ისმენდით რომ ადამიანები აპროტესტებენ იმას რომ პოლიციას უკავია მათი ადგილები ადამიანების გულშემატკივრების ადგილები ნაცვლად იმისა რომ ადამიანებს მისცენ სასამართლოს ხდომაზე დასწრების უფლება, თუმცა ეს პრაქტიკა როგორც ჩანს ბოლო დღეების განმავლობაში დამკვიდრდა, რადგან ჩვენ გულში ვნახეთ პირველად პოლიციელებით სავსე დარბაზი, როცა მოქალაქეებს ოჯახის დედებსაც კი არ უშვებდნენ დაკავებულის იგივე მდგომარეობა, ეხლა რასაც თქვენ კადრში ხედავთ, მოკლედ აი ასეთია ვითარება ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გარეთ პოლიციის სრული კორდონია შეგვიძლია ვთქვათ, შიგნით ხედავთ ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ იმას, რომ მზია ამაღლობელი არ უნდა იყოს პატიმრობაში გაშვებული რომ დაუშვებელია ჟურნალისტი ციხეში გამოკეტოდა თან მას ემუქრებოდა 4-დან 7 წლამდე დაპატიმრებით აი ეს არის როგორც გითხარით ვითარება რომელსაც ხედავთ აქ ჩვენ ბუნებრივია ურჩებით ადგილზე და მოვლენების შესაბამისად ისევ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში